დიდი მადლობა, შეგვიძლია დავიწყოთ. როგორც ცნობილია, მოხსენების თემა იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ქართული გამოცდილება ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით. ვეცდები თემის აქტუალობიდან გამომდინარე საინტერესოდ წავიყვანო მოხსენება, თუმცა თუ რაღაც საკითხები იქნება ყოველთვის ცნობილი და არა საინტერესოა, გადავახდეთ და გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილში. ალბათ მაინც იქნება საყურადღებო რომ რაღაც ზოგადი შესწავლით დავიწყოთ და მნიშვნელობით ზოგადად ამ პროცესების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი, რატომ არის ზოგადად მნიშვნელოვანი რომ ისინი აგვირდებოდნენ არჩევნებს, ან არ არის მნიშვნელოვანი, შეგვიძლია დისკუსიაში იყოს განსხვავებული მოსაზრებები მოხსენების შემდეგ. პრინციპში არ არის რაღაცა კლასიკური განმარტება ან ჩამონათვალი იმისა თუ რატომ რა დადებითი ან უარყოფითი ფაქტორები აქვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მაგრამ შეგვიძლია დავაჯგუფოთ და ვთქვათ, რომ როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ მათ გარკვეული მისია აღისრიათ. მე ვეცადე რაღაც სახელები მიმეჭებინა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო. პირველ რიგში ალბათ არჩევნებამდე პერიოდში მთავარი მისია და როლი რაც არის სადამკვირვებლო მისიების არის პრევენცია, მნიშვნელოვანი დარღვევების და იმისთვის რომ წინა საარჩევნო პროცესი მეტნაკლებად სამართლიანი იყოს, კონკურენტებისთვის იყოს თანაბარი შესაძლებლობები და რაღაცა მნიშვნელოვანი დიდ დარღვევებს და არათანაბარ, არაკონკურენტულ გარემოს არ ქონდეს ადგილი. რაც შეეხება არჩევნების დღესთან დაკავშირებით, ამბობენ რომ ზოგადად საარჩევნო მისიების არსებობა ქვეყანაში შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს ელექტორატისთვისაც და ზრდიდეს ნდობას ზოგადად არჩევნების დღისადმი. პრინციპში ალბათ ეს აისახება შემდგომ აქტიურობაზე აურჩევლების მხრიდან. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ალბათ ეს ყველაზე სადაო ნაწილია მისიებთან მიმართებაში, ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა სამართლებრივი ტერმინი, რომელსაც ისეთი მყარი სამართლებრივი დეფინიცია გააჩნია. ლეგიტიმაციას რაც შეეხება, ალბათ ბევრი არგუმენტი გვაქვს მოსმენილი, რამდენად ზოგადად შესაძლებელია ლეგიტიმურად აღიაროს უნდა არჩევნები ან არ აღიაროს და არსებობს რაღაცა ობიექტური კრიტერიუმი, რომელსაც შეიძლება გავზომოთ არჩევნების ლეგიტიმურობა ზოგადად. პრინციპში ეს არის რაღაცა ყველა ეტაპზე რა როლი შეიძლება ითამაშოს სადამკვირვებლო მისიებმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა განსაკუთრებით. რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებებს ზოგადად, როგორ ხდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ქვეყნებში და რა პროცესით აკვირდებიან ისინი არჩევნებს. ერთიანი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი საერთაშორისო, რომელიც განსაზღვრავს მაგალითად სახელმწიფოს ვალდებულებას, რომ მოიწვიოს რომელიმე სადამკვირვებლო მისია აუცილებლად კონკრეტულ არჩევნებზე, ასეთი არ არსებობს. პრინციპში ეს საკითხი არის სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებული და ამიტომ რა თქმა უნდა არის სხვადასხვა ფარგლებში ესმით ზოგადად სადამკვირვებლო მისიების არსებობა ქვეყანაში. იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ სენსიტიურია ზოგადად ქვეყნის სუვერენიტეტთან და კანონმდებლობისადმი პატივისცემასთან დაკავშირებული საკითხები. პრინციპში იმის მიუხედავად, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ხელშემკრალი საერთაშორისო დოკუმენტი სავალდებულო იურიდიული ძალისხმევა შესაძლოა არ არსებობდეს, არის რაღაცა დეკლარაციები, რომლებიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უკავშირებენ იმას, თუ აკვირდებოდნენ თუ არა ზოგადად მისიები არჩევნებს და რა შეფასებებს აძლევდნენ არჩევნებს. შესაბამისად, სახელმწიფოები ამ დეკლარაციებზე, რეკომენდაციებზე თუ რაღაც სხვადასხვა რეზოლუციებზე დაყრდნობით, პრინციპში წყვეტენ, რომ მოიწვიონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. ალბათ საქართველოს მაგალითის ესეთია, როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით არის უმეტესი მისიები საქართველოში წლების განმავლობაში ჩამოსული არჩევნების დასაკვირვებლად. ერთი საკითხი, გაეროს რეზოლუციები გახსენებია სლაიდზე, იმიტომ რომ პრინციპში ეს რეზოლუციები მიუთითებს ზუსტად იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, Universal Cairo მაგალითად, არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არსებობას უკავშირებს ქვეყნის სუვერენიტეტს და ამით ერთგვარად ბოჭავს მისიის მონიტორინგის ფარგლებს, ასე ვთქვათ, და ამასთანავე ამ რეზოლუციებით ამყარებს ერთგვარად მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ დაუშვას ასეთი მისიები არჩევნების დასაკვირვებლად და ამით, ასე ვთქვათ, მეტი ლეგიტიმაცია მისცეს პროცესს. რაც შეეხება თვითონ მისიებს შორის განსხვავებას, ალბათ ესეც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია, რა განასხვავებს ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან. პრინციპში ალბათ მარტივი და თვალსაჩინოა ის, რომ ხანგრძლივობა არის განსაკუთრებულად გამოსაყოფი სხვაობა, როცა ადგილობრივი ორგანიზაციები მთელ პროცესს აკვირდებიან, მაგალითად არჩევნების მთელი წლის განმავლობაში მანამდეც მათ იციან რა გარემოა შექმნილი წინა საარჩევნოდ, მაშინ როცა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები
მაქსიმუმ შეიძლება 2 თვით ადრე ჩამოვიდნენ ქვეყანაში დასაკვირვებლად. ამიტომ ხანგრძლივობა არის ერთი კომპონენტი, ასევე რა თქმა უნდა დამკვირვებელთა რაოდენობა, რაც პირდაპირ ასახავს დაფარვის ზონაზე, ანუ რამდენ რეგიონში, რამდენ საარჩევნო ოლქში გუბანზე არის წარმოდგენილი დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოფილა 500-მდე დამკვირვებელიც არჩევნების დღეს, ყოფილა 200 დამკვირვებელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მისიებით. ამიტომ მეტნაკლებად არჩევნების დღეს საკმაოდ სიმრავლე შეიმჩნევა, თუმცა არჩევნებამდე პერიოდში შეიძლება 50 ხანგრძლივ გრძელვადიან დამკვირვებელს არ აჭარბებდეს მისიის წარმომადგენლების რაოდენობა. ერთი ალბათ ყველაზე საყურადღებო, რაზეც ხშირად აპელირებენ, არის ზოგადად კონტექსტის ცოდნა საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების მხრიდან. ალბათ ეს კონტექსტის გათვალისწინება ასახვას პოვებს საბოლოო შეფასებებშიც, როცა შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება იყოს შედარებით ლოიალური, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზების გათვალისწინებითაც, მაშინ როცა ადგილობრივი ორგანიზაცია შეიძლება უფრო ხის პოზიციებს აფიქსირებდეს, იქიდან გამომდინარე, რომ იცის ზოგადი კონტექსტი ქვეყანაში რა სიტუაციაა და რა სიტუაცია იყო მანამდე, სანამ საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიდოდა ქვეყანაში. პრინციპში ადგილობრივი კანონმდებლობის ცოდნა შეიძლება კონტექსტთანაც მივაბათ ამ საკითხს და მეტი ხარისხზე როცა ვსაუბრობთ დაკვირვების, ადგილობრივი კანონმდებლობის დონეზე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი დამკვირვებელი მეტად გათვითცნობიერებულია ადგილობრივ კანონმდებლობაში, თუმცა ერთი საკითხი მნიშვნელოვანია, ნდობასთან დაკავშირებული, მაშინ როცა საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლოა უპირობოდ ჰქონდეს ნდობა, ადგილობრივ დამკვირვებელს მუდმივად უწევს იმაზე აპელირება, რომ არავის პოზიციას ის არ არის მიკერძოებული და რაღაც კონკრეტულ პოზიციას არ აფიქსირებს, იმიტომ რომ ვიღაცისგან მაგალითად ფინანსურ დახმარებას იღებს, ან მოტივირებულია რაღაც სხვა პოლიტიკური მიზეზებით მაგალითად. ამიტომ ადგილობრივებს საერთაშორისოებისგან განსხვავებით მუდმივად უწევთ იმის მტკიცება, რომ არიან მიუკერძოებლები და მათი შეფასებები შეიძლება იყოს სანდო, მაშინ როცა ეს გაცილებით მარტივია საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. გავლენების საკითხის შესაძლოა ამას უკავშირდებოდეს, მაშინ როცა მაგალითად ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ექმნება პრობლემა, ის ხშირად მიმართავს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ამ ნაწილში შესაძლოა რაღაცა უფრო აღმატებულად იქნეს მიჩნეული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, იმიტომ რომ მისი გავლენები გაცილებით დიდია, თუნდაც არჩევნო ადმინისტრაციაზე. ამიტომ თვითონ ადგილობრივები მიმართავენ მას იმისთვის, რომ დახმარება აღმოუჩნდნენ, მაგალითად თუ კი მონიტორინგის პროცესში რამე პრობლემები იქნება, ან რაღაცა სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი. ამიტომ გავლენების მხრივაც არის სერიოზული სხვაობები ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საერთაშორისო მისიებს შორის. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, პრინციპში ალბათ უფრო ტექნიკური საკითხებიც არის, თუმცა არის შინაარსობრივიც. ცნობილია, რომ წინასწარ არის ხდება ხოლმე რაღაცა საჭიროებათა შემსწავლელი მისიის მოვლინება, რომლის საფუძველზეც მე იქნება მისიები. ეს განსაზღვრავს რაოდენობასაც დამკვირვებლების, ასევე ხანგრძლივობას, რა პროცესით უნდა მოხდეს დაკვირვება. იქიდან გამომდინარე, რა სიტუაცია ხდება ქვეყანაში და რა ვითარებაა. პრინციპში რაც შეეხება დაკვირვების მეთოდებს, არის ყველაზე პრობლემური, ეს არის რამდენად გრძელვადიანი იქნება მისია. მაგალითად, საქართველოში ყოფილა საკმაოდ ხანგრძლივი გრძელვადიანი მისიებიც და ერთ-ერთი წლევანდელ არჩევნებზე, როგორც ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი მისია არის 2012-ის არჩევნებზე, მაგრამ ყოფილა მაგალითად ადგილობრივი მმართველობის არჩევნებზე, როცა 15 დღით ადრე ჩამოსულა მხოლოდ და პრინციპში ესე მოკლევადიანად, იმიტომ რომ არ ჩაუთვლია საჭიროებათა შეფასების კომისიას უფრო ხანგრძლივი მისიის მოვლინება საჭიროა. საინტერესო არის ალბათ შეფასების სტილი, ყოველთვის ადგილობრივებისგანაც, მაგრამ განსაკუთრებით საერთაშორისოებისგან ითხოვენ ძალიან კონკრეტულ პასუხს იმაზე, იყო თუ არა არჩევნები ლეგიტიმური, რაზეც ალბათ რომ გადავალოთ თვალი ყველა ანგარიშს, რაც გამოუქვეყნებია საერთაშორისო ორგანიზაციას, ასე ხისტად და ცალსახა პასუხს არ აკეთებს და ყოველთვის ერიდება რაღაც ესეთი სამხრივი პოზიციის დაფიქსირებას. ანგარიშებში შეიძლება ეწეროს, რომ მაგალითად მიუხედავად რაღაცა სერიოზული არჩევნების დღეს გამოვლენის სერიოზული დარღვევებისა, ამას ნების გამოვლენისთვის შესაძლოა საფრთხე არ შეუქმნია, ასეთ ზოგადი შეფასებები და ეს რა თქმა უნდა შეფასების სტილი და ის თუ რა ფორმით იწერება საერთაშორისო მისიის ანგარიშები და რატომ არის ლოიალური, ეს პირდაპირ უკავშირდება იმას, რომ ეს მისიები შეზღუდული არიან სახელმწიფოს სუვერენიტეტით
და მაქსიმალურად ცდილობენ არ გადააჭარბონ იმ დამკვიდრებულ პრაქტიკას და შეფასებას, რასაც მაგალითად გაერო აკეთებს თავის რეზოლუციებში და ყოველთვის შეფასებას უკავშირებს სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ამ ჭრილში განმარტავს შეფასების ფარგლებს. ამიტომ ხშირად არის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ იყო ასეთი ლოიალური მაგალითად რომელიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ცალსახად რატომ არ თქვა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში იყო იმდენი დარღვევა, რომ აზრი არ ჰქონდა არჩევნების დღეს და ამ შემდეგ. ეს არის ზუსტად დაკავშირებული სუვერენიტეტთან და არა მხოლოდ პრინციპში არ შეუძლია არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას საბოლოო ჯამში გავლენა იქონიოს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და დაძაბოს ესეთი ანგარიში, რომელსაც შეიძლება საერთოდ ძირი გამოუთხაროს მთელ წინა არჩევნების დღეს. ამიტომ ისინი ერიდებიან ის განცხადებებს და როგორც წესი ამბობენ, რომ იყო სერიოზული დარღვევები, თუმცა არჩევნები ჩატარდა ისეთ გარემოში, რომ მოქალაქეებმა შეძლეს მაგალითად თავის პოლიტიკური ნების გამოხატვა. რაც შეეხება ეთიკის სტანდარტებს, ეს საკითხი მაინც და მაინც ახლა რო ვთქვათ, რომ რაღაც საკანონმდებლო ჩარჩოშია მოქცეული, ასე არ არის, არსებობს რაღაც გაიდლაინები, ასე ვთქვათ, რომელიც არეგულირებს, მაგრამ ყველა ორგანიზაციას აქვს თავისი ასე ვთქვათ, შიდა რეგულირების მექანიზმები და თავისი ეთიკის კოდექსები, რომელიც რა თქმა უნდა დამატებითი შეზღუდვა არის ყველა იმ დამკვირვებლისთვის, რომლის მოვლენებაც ხდება ქვეყანაში. ამიტომ ამის გათვალისწინებით ეთიკის ნორმების, მათი ზოგადად მისიების შეფასების ზღვარის გათვალისწინებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპის და საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპების გათვალისწინებით, ალბათ მათი შეფასებები არ ცდება რაღაც გონივრულ ფარგლებს და არც უნდა იყოს ალბათ მოლოდინი, რომ დაიწერება რაღაც ისეთი ანგარიში, რომელიც თავთა ღირად დააყენებს მთლიანად მაგალითად საარჩევნო პროცესს. მაშინ როცა შესაძლოა ეს იდენტური არ იყოს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, რომელიც უფრო მეტ თავისუფლებას იხსენებდნენ გარკვეულ შეფასებებში. თუმცა აქ კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი ის, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებს შესაძლოა ნდობის პრობლემა დაუდგეთ რაღაცა. რაც შეეხება საქართველოს კანონმდებლობას ძალიან მოკლედ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ვინ შეიძლება დააკვირდეს არჩევნებს, ეს შეიძლება იყოს მაგალითად რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს შეიძლება იყოს მაგალითად დიპლომატიური კორპუსის საელჩოები, ასევე სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაციები და გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი. ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტს უნდა სცემდნენ პატივს და უნდა იცავდნენ ზოგადად დაკვირვების საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების დეკლარაციით აღიარებულ პრინციპებს, რაც ზუსტად იმას გულისხმობს, რომ ისინი არ უნდა გასცდნენ რაღაც გონივრულ ფარგლებს. საქართველოს კანონმდებლობა პრინციპში რაღაც არ ითვალისწინებს რთულ პროცედურას მათი რეგისტრაციისთვის. სულ ცოტა 7 დღით ადრე უნდა მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც არეგისტრირებს მათ. პრინციპში ალბათ მნიშვნელოვანია ის, რომ არ შეუძლია CSKO-ს უარი უთხრას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას დარეგისტრირებაზე, თუ კი რომელიმე ამ პრინციპს არ არღვევს ან არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაცია თავის მოქმედებით ან წესდებით და ასე შემდეგ. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ დასაბუთება, თუ კი CSKO უარს ეთქვის მაგალითად რომელიმე ორგანიზაციას საარჩევნებისთვის დარეგისტრირებას. ქართული გამოცდილება ალბათ ეს ყველაზე ესეთი ცოცხალი ნაწილია და შეიძლება საინტერესო. პრინციპში დღევანდელი მოხსენებისთვის ვეცადე მენახა EUTOS ყველა ანგარიში, რაც დაუწერია აქამდე, მაგრამ არ არის ყველას გამოყოფა, ვეცადე დამეჯგუფებინა რაღაც პრინციპით, რომ რაღაც უფრო მარტივი ყოფილიყო და შესაძლოა საინტერესო. ალბათ გამოსაყოფი არის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შეფასება EUTOS მხრიდან, რომელიც ჩემი მოსაზრებით იყო ყველაზე ხისტი, რაც დაუწერია. მაგრამ მე როცა ანგარიშს ვკითხულობდი და ვუყურებდი თარიღს, როდის იწერებოდა ანგარიში, პრინციპში მქონდა განცდა, რომ გარკვეული ასე ვთქვათ, გარკვეული ამ შეფასებების გაკეთების დროს შესაძლოა გავლენა ქონოდა ზოგადად იმ პროცესებს, რაც მოხდა 2003 წლის 2 ნოემბრის შემდეგ. შეიძლება ეს რომ 2 ნოემბერს დაწერილიყო ეს ანგარიში არ ყოფილიყო ამდენად ხისტი, მაგრამ ყველა ის პროცესი აღწერილი, რაც მას შემდეგ მოხდა, ამიტომ სრული სიძიმით არის დახატული ყველა მოვლენა, რაც განვითარდა. ეს ამ ანგარიში დაფიქსირებულია, რომ ხელისუფლებამ არ გამოავლინა ნება არჩევნების პროცესების დემოკრატიულად წარმართვისთვის
დაფიქსირებულია ყველა დარღვევა, რაც ხმის დათვლის პროცედურაში იყო და პირდაპირ წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავად მონაწილეობდნენ არასწორი შედეგების დადებაში, ასე ვთქვათ, და საბოლოო ჯამში ნათქვამია, რომ არჩევნების ჩატარების პროცესი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა EUTOS სტანდარტებს და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს. ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე ხისტი ყოფილი EUTOS ფარგლებში დაწერილი ანგარიში, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მას არ უხსენებია არალეგიტიმურობა, მაგრამ ახსენა, რომ EUTOS დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა. ამის შემდეგ ალბათ ღირს გამოყოფა შემდეგი არჩევნები საპრეზიდენტოს 2004 წლის და შემდეგ შუალედური პარლამენტის განმეორებითი არჩევნები, რომელშიც საკმაოდ ისეთი პოზიცია ჰქონდა EUTOS თავი შეიკავა რაღაც არცებითი შემოსევების გაკეთებისგან და თქვან, რომ ეს ეტაპი ამ ეტაპზე ალბათ ჯობს რაღაცა კონკრეტულ დარღვევებზე ვისაუბროთ, ვიდრე სისტემურ რაღაც შეფასებაზე, ვინაიდან მომავალი არჩევნები უფრო მეტად მოგცემს იმის შეფასების უნარს, რამდენად არის ხელისუფლებას, რამდენად აქვს კოლექტიური პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ დემოკრატიულად ჩაატაროს საარჩევნო პროცესები. ალბათ ეს შეფასებები გამოყავ იმისთვის, რომ EUTO რაღაც ეტაპზე რევოლუციის შემდეგ პრინციპში აძლევს რაღაცა დროს საარჩევნო ადმინისტრაციას იმისთვის, რომ ყველა მანამდე არსებული პრობლემა, რაც თავის ანგარიშებში აქვს ასახული, მათ შორის რეკომენდაციები, გაზიარება მოხდეს და არსებითი სისტემური შეფასება გაკეთდეს მაგალითად 1 ან 2 წლის შემდეგ. ამიტომაც 2004 წლის ანგარიშები პრინციპში არსებითად განსხვავდება ყველა წინა და შემდგომი ანგარიშებისგან. უკვე 2006 წელს და შემდგომ არჩევნებზე დადებულ ყველა ანგარიში EUTOS საკმაოდ სისტემურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე საუბარი, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბარი. პრინციპში ყველა ანგარიში აფიქსირებს, რომ სისტემური გაუმჯობესება არის, განსაკუთრებით 2010 წლის ბოლო არჩევნებში ამბობს, რომ განსაკუთრებულად მაღალ პროფესიონალურად იქცეოდა საარჩევნო ადმინისტრაცია. თუმცა სხვა ანგარიშებში, მაგალითად 2008 წლის ანგარიში საკმაოდ ვრცლად საუბრობს 7 ნოემბრის მოვლენებზე, იმედის დახურვაზე, გათიშვაზე და რაღაც უკავშირებს ამ ფაქტებს ზოგადად წინა საარჩევნო გარემოს და საკმაოდ მკვეთრ შეფასებას აძლევს. რაც ეხება ზოგადად ყველა სხვა ანგარიში არის განსხვავებით, რა თქმა უნდა, 2004 წლის ანგარიშისგან და 2006 წლის ანგარიშებისგან პროგრესზე საუბარი უმეტეს ანგარიშებში, თუმცა კონკრეტულ სისტემურ პრობლემებზე, რაც არის ადმინისტრაციულ რესურსთან დაკავშირებით კანონმდებლობაში, ასევე საჯარო მოხელებთან და საჯარო მოხელების მონაწილეობასთან დაკავშირებით წინა საარჩევნო პერიოდში აგიტაციაში. ეს არის ძირითადად ის ანგარიშები, რაც ღირს გამოსაყოფად ალბათ EUTOS ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები, რომელიც აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ იმ ტონით, რომელსაც არის დაწერილი, ბევრად არ განსხვავდება EUTOS ანგარიშებისგან, იმ ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით, რაც საერთოა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის. ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ EUTOS ანგარიშების ესე მოკლე რევიზია პრინციპში სრულად ხატავს, როგორ ხდებოდა საქართველოში მიმდინარე არჩევნების აღწერა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მხრიდან. ხანდახან ეს იყო საკმაოდ მკვეთრი, იყო მაგალითად კანონმდებლობაზე ორიენტირებული და იძლეოდა კონკრეტულ რეკომენდაციებს მომავალი არჩევნებისთვის, იყო დადებითიც, მაგალითად საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ხან ხისტი, როცა ეს იყო ალბათ საჭირო და ხან ადეკვატური იმ ცვლილებების, რაც ხორციელდებოდა. პრინციპში ეს არის EUTOS ანგარიშების მიმოხილვა, ამის გარდა პრინციპში არ არის საერთაშორისო მისიების ანგარიშების ეს დეტალური წარმოდგენა პრეზენტაციაში გათვალისწინებული, თუმცა შეგვიძლია სხვა მისიებზე, ან უფრო სისტემურ პრობლემებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე დისკუსიაში ვისაუბროთ. ჩემთვისაც საინტერესო იქნება. ეს მაესტროს და ეს მე. დამკვირვებლები არის, აი რა ტიპია, ხუის ხო დამკვირვებლად არ მუშაობს, ჩამოდის სერჯერად, ხო აი სახში თავის სახში ვინ არის, რა საკეთებს, რა ბექგრაუნდი ტიპები არის, ვინც ჩამოდის. მაგალითად, ყველა ორგანიზაცია აგზავნის თავის წარმომადგენელს დამკვირვებლად, რომელიც რეგისტრირდება როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც რომელსაც რაღაცა ტიპის ურთიერთობა აკავშირებს ამ ორგანიზაციასთან, ხო?
შეიძლება სახელშეკრულებო ურთიერთობა საკონტრაქტო არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ორგანიზაცია თავის წარმომადგენელს მოვლენს, რომელიც შესაძლოა არც იყოს არჩევნების სფეროში დასაქმებული, თუმცა შეიძლება იყოს საარჩევნო ექსპერტი მაგალითად. ან უბრალოდ ამ ორგანიზაციის წევრი, რომელიც სხვა საკითხებზე მუშაობს, მაგრამ ორგანიზაცია თვლის, რომ მას აქვს კომპეტენცია დააკვირდეს არჩევნებს საქართველოში. მესამე ეტაპზე მინდა კითხვა ლეგიტიმაციის ეტაპია ითმარ ჩანს ჩვენთან ყველაზე საინტერესო შეგვიძლია ამაზე ვარაუდოთ მაღალი ალბათობით რომ სხვადასხვა გვარად იქნება ეს ყველაფერი წაკითხული იმიტომ თქვენ თქვით რომ რაღაც სახას არ იძლევა და იძლევა თითქოს პოლიტიკია პირველ რიგში სამის ჩატარდა მცირე დაგროვებით საშუალო დაგროვებით და მეორე ნაწილი არის იქონია გამცირე გავნა დიდი გავნა საშუალო დაგროვებით ამას შეგვიძლია დიდი ალბათობით ვარაუდოთ რომ სხვადასხვა ესე დაიწერება წელსაც და ალბათ ყოველთვის დაიწერება სხვადასხვა ჭრილები ინტერესებულად ამას წაიკითხავთ სხვადასხვანაირად ხო რაღაცა რაც გაიდაინები შევიდეთ რომ უცებ ჩვენ შეგიძლიათ თითქოს ვით არ ვიყოთ რომ აი ეს როგორ გავიგოთ იმიტომ რომ ყველა წაიკითხავს თავისებურად და ას თავისას მიაწვდით ხო ის სწორად ყველაზე კარგად გავიგოთ მათი დასმა მათი დასახადები რასთან დაშეხო იქნება სწორად რომ გავიგოთ არა, ალბათ არ არსებობს არანაირი სწორი და არასწორი გაგება თავისთავად, ალბათ რამდენად მძიმე ანგარიში ნათელია, ეხლა მაგალითად რომ დაიდოთ 2003 წლის ნოემბრის არჩევნების ანგარიში და 2010 წლის ძალიან ცალსახაა განსხვავება. ზოგად შეფასებაში პირდაპირ ამბობს, რომ არ შეესაბამებოდა სტანდარტებს და 2010 წლის ანგარიში ამბობს, რომ შეესაბამებოდა სტანდარტებს, თუმცა იყო ცალკეული დარღვევები, რომელსაც არ ანიჭებს, ასე ვთქვათ, სისტემურ ხასიათს, შესაძლოა არ ანიჭებს. მაგალითად, როცა ამბობს, რომ არ არსებობს კოლექტიური პოლიტიკური ნება ხელისუფლების, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული პროცესებით, ეს ნათელია. ხო? ყველაზე ხისტი. ეს არის ყველაზე ხისტი, რაც შეიძლება თქვას, ალბათ, ჩემი აზრით. შესაძლოა უფრო ხისტიც, ყოველ შემთხვევაში აქამდე რაც თქვა. მაგრამ როცა ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა, თუმცა იყო ინდივიდუალური ცალკეული დარღვევები, ამით შორის განსხვავება არის ნათელი. ვინ როგორ შეიძლება გამოიყენოს, მე ვთქვი, რომ ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიენდოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას და სადამკვირვებლო მისიას. საბოლოო პასუხი არჩევნებზე თქვას რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. ქედაგავდნენ, რომ ის არ არის მთავარი აქტორი ამ პროცესში და არ უნდა იყოს. როცა საერთაშორისო ორგანიზაცია მთავარ აქტორად იქცევა, იქ ალბათ პრობლემაა. ამიტომ ეს უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი წყარო, როცა სხვადასხვა ოპონენტები ერთმანეთის პირისპირ დასადებიან. მათ შორის როგორც სხვა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშები და საკუთარი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლების მიერ დანახული ფაქტები. ეს ყველა ერთ დონეზე უნდა იქნეს ალბათ აღქმული და შესაბამისად შეფასება ყველა ქვეყნის შიგნით უნდა გააკეთოს ინდივიდუალურად. არ მიმაჩნია სწორად, რომ მაგალითად ავიღოთ EUTOS-ს ანგარიში, რომელიც დაიწერება და რომელიმე მხარემ თქვას EUTOS-ს ანგარიშზე დახმარებით, რომელიც იტყვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რომელმაც შეიძლება თქვას, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა არჩევნები და ამის იქეთ მსჯელობა არ წავიდეს და ვთქვათ, რომ EUTOS-ს თქვა, ამიტომ ამაზე მაღალი ავტორიტეტის დასკვნა არ დაიწერება, ამიტომ მსჯელობას აქ წვეთ. ეს არის ერთ-ერთი წყარო, ისე როგორც სხვა ანგარიშები და შეფასებები, რომელიც საერთო ჯამში უნდა იქნეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად იქნება აღქმული. რასაც მე საკმაოდ ხის პოზიციას ავუხმავ, დარწმუნებული იქნება ოპონენტი, რომელიც იტყვის, რომ ამაზე ხისტი შესაძლოა ყოფილიყო შეფასება. ამიტომ არანაირი გაიდლაინი ამაში არ არსებობს და ალბათ არ იქნება სწორი, რომ ეს ერთი ანგარიში, რომელიმე ორგანიზაციის არ აქვს მნიშვნელობა, არც ადგილობრივის, არც საერთაშორისოსი იყოს ერთადერთი შეფასების ინსტრუმენტი არჩევნების ლეგიტიმურობისას. იმედი ვიქონიოთ, რომ იქნება საინტერესო ანგარიში. წლევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით. საინტერესო ანგარიშები დაიწერება, მე შეგვიძლია უფრო საინტერესო. საინტერესო ანგარიში დაიწერება, იდეაში აი ორი ჯგუფი იქნება, რომელიც საუბარს აფუძნებს სხვანაირად წაიკითხავს. რა თქმა უნდა, სხვანაირად წაიკითხავს და უნდა წაიკითხოს. და ჩვენ შეგიძლია პროცესი. მაგრამ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ნუ საბოლოო ვის მისახვა, იმას მიენხობა ეგრე იქნება. იმის აზრის ალბათ უნდა ჩაყო მაშინ ინდივიდუალურ შემთხვევებს. თუ ზოგადი შეფასება არც არ გეუბნება და თუ ძალიან არაკონკრეტულია ის შეფასება, რაც არის მოცემული, მაშინ ინდივიდუალურ საქმეს უნდა ჩაყო და უნდა
ნახო რა სიმძიმით აღწერს მაშინ კონკრეტულ მოვლენებს. თუ იქნება რაღაც არსებითი დარღვევები, ის იქნება ზოგად შეფასებაშიც გამოტანილი და იტყვის. აუცილებლად იტყვის კანონმდებლობის პრობლემებს, იტყვის არაკონკურენტუნარიან გარემოს, რაღაც არათანაბარ პირობებს, მაგრამ ამის მიუხედავად ალბათ ყველა ორგანიზაცია ყოველთვის იტყვის, რომ პროგრესი არის და გამოავლინდა ხელისუფლებამ რესურსი, რომ მომავალი არჩევნები ჩაატაროს უკეთესად. სავარაუდოდ ყველა შეფასება იქნება ასეთი. ამიტომ ზედმეტი ყურადღება არც ადგილობრივ, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ინდივიდუალურად შეუძლია ყველამ წაიკითხოს და ყველას ჰქონდეს თავისი მოსაზრება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პრინციპში ანგარიშები დაიდება შემდგომი არჩევნების უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოვიდა. პრინციპში შესაძლებელია ასეც იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ რაღაცა შეფასების საშუალებას გაძლევს, შედარების საშუალებას გაძლევს, ალბათ პროცესია მნიშვნელოვანი. პროცესი დაინახა, როცა წაიკითხა ვეუთოს 2 ან 3 ანგარიშს, რომელიც დაწერილა. ნახავ, იყო პროგრესი, იყო რეგრესი, თუ იყო სტატიკური მდგომარეობა, ამიტომ ალბათ ეგ არის, რასაც ამბობენ კიდეც ორგანიზაციები, არ ხედავენ ერთ კონკრეტულ დღეს და ერთ კონკრეტულ მოვლენას და ამას ხედავენ რაღაცა ერთობლიობაში და ამბობენ, რომ არის რესურსი, რომ იყოს პროგრესი ან არ არის ეს რესურსი. ამას არ ამბობენ. არსებობს რამე კვლევა, რომელსაც განზომილია ხმდობა ჩვენი ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მოქალაქეების საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ შესაძლებელია. რომელი? და როგორი ენდიერება აკეთებს ხოლმე სკოლურ კვლევას, ენდიერება აკეთებს კავკასიის პოლიტიკის ცენტრი აკეთებს და ენდიერება დიდ კვლევაში არის რამდენიმე სლაიდი, რომელიც ეხება არჩევნების თემაზე მომუშავე ორგანიზაციების მიმართულებას და იქ არის ჩაყოლილი ბევრი ამ CSKOM-დან დაწყებული საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი და ყველა. და გაძლევს კვლევის შკალას. და როგორია შედეგი თუ წინა აჩვენებდა, რომ პრინციპში აი არის პერიოდის შედარებით მაღალი რა, მაღალი CSKOM-ს. ადგილობრივ CSKOM-ს მაგრამ გააჩნია არჩევნებს. ბოლოს CSKOM-ს ცოტა 2010-ში CSKOM-ს ჰქონდა ყველა შეფასებით, მათ შორის ეუთოს შეფასებით ჰქონდა მაღალი ნდობა, იმიტომ რომ გამოავლინა მაღალი პროფესიონალიზმი სხვა არჩევნებთან შედარებით რა თქმა უნდა. ეს მნიშვნელოვანი იყო პროცესთან დაკავშირებით. ალბათ ეგ უნდა გავიაზროთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აფასებენ პროცესს და არა ერთ კონკრეტულ დღეს და მოვლენას და გაძლევენ რაღაცა რეკომენდაციებს მომავალი არჩევნებისთვის და შეგიძლია აიღოს ანგარიში და ნახო შესრულდა თუ არა. ეს ამისად ალბათ ჩვენც ეგრე უნდა დავინახოთ რაღაც პროცესები პროგრესისგან, ის რეგრესისგან თუ სტატიკური მდგომარეობა. მადლობა. მადლობა თქვენ.